მოგესალმებით, ეთერშია ზაქარია ქუსნაშვილი, საავტორო გადაცემით კანონი ხალხისათვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სანოტარო ურთიერთობებზე, გასწავლით ნოტარიუსის და მოქალაქის უფლებებს, გაგაცნობთ იმ ნოვაციებს, რა ნოვაციებიც არის ამ სფეროში. Online რეჟიმში სანოტარო მოქმედების შესრულება ძალაში 2010 წლის 20 იანვრიდან შევიდა და საკმაოდ დადებითი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. ნოტარიუს ნარგიზა ჯანხოთელის განცხადებით, ამან საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საგრძნობლად გაუადვილად დაკავშირება საკუთარ ახლობლებთან სხვადასხვა დავალებების შესრულების მიზნით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ონლაინ რეჟიმში სანოტარო მოქმედება არ სრულდება. ამ კუთხით ჩვენ ვართ ნოვატორები და ამ ნოვაციამ sakmaud დადებითი როლი ჰპოვა საზოგადოებაში. ძალიან ხშირად სრულდება ონლაინ რეჟიმში სანოტარო მოქმედებები. მე მაგალითად როგორ გითხრათ ახლა სტატისტიკა რო გავაკეთე გასულ წელში 20 იანვრიდან სადღაც 120-მდე სანოტარო მოქმედება მქონდა შესრულებული. 2011 წლის 17 მარტს პირდაპირ ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში ნარგიზა ჯანხოთელს იტალიიდან ანა მოდებაძე დაუკავშირდა. მან თანხმობა განაცხადა შვილის პასპორტის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები მისმა ახლობელმა განახორციელოს და ნოტარიუსს ამ თანხმობის დამოწმებას თხოვა. ნოტარიუსმა განცხადებელსა და მოწმეებს ხმამაღლა კიდევ ერთხელ გააცნო ყველას განცხადების შინაარსი და ანა მოდებაძის გადაწყვეტილება დაამოწმა. რაიმე დამატება ხო არ გნებავთ? კეთილი, დიდი მადლობა, თქვენი ნების გამოვლენა მიღებულია, ბედნიერად ბრძანდებოდეთ. ვაგრძელებთ გადაცემას. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია ნინო ხოფერია, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე. მოგესალმები ნინო, მადლობას გიხდი გადაცემაში მონაწილეობისათვის. ფაქტია, ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ნოტარიუსები ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან სამართლებრივი ურთიერთობის თუ ფაქტების დადასტურების საქმეში. შესაბამისად, რა არის ეს ურთიერთობები და რა არის ეს ფაქტები, რომლის დადასტურებაშიც ნოტარიუსის მონაწილეობაა აუცილებელი და ზოგიერთ შემთხვევაში სასურველიც კი ამაზე ვაპირებთ დღეს ვილაპარაკოთ ამავდროულად ჩვენ შევეხებთ იმ ნოვაციებს რომელი ნოვაციებიც აისახა ახალ კანონში და ამ კანონიდან გამომდინარე გამოცემულ ახალ კანონქვემდებარე აქტში და შევეხებით მათ შორის იმ პრობლემატურ საკითხებს რა პრობლემატური საკითხებიც არის სანოტარო მომსახურების მიღებისას. ნინო დავიწყოთ ამ ძირითადიდან ხალხს ვასწავლოთ რა ძირითადი უფლებები აქვს ნოტარიუსს რა სამართლებრივი ურთიერთობების ამ ფაქტების დადასტურებაში შეიძლება მოქალაქე ან იურიდიული პირი მივიდეს ნოტარიუსთან და თხოვოს დახმარება. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნოტარიუსის ფუნქციები ძალიან მკაცრიო და კარგად არის გაწერილი კანონში ნოტარიატის შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ და აღვნიშნოთ ის ძირითადი რა ურთიერთობებში მონაწილეობს ნოტარიუსი. ეს არის რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა გარკვეული გარიგებების დამოწმება. ეს არის ასლის დამოწმება, ეს არის თარგმანის დამოწმება, ეს არის ხელმოწერების დამოწმება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფუნქცია აგრეთვე რომელიც ნოტარიუსს გააჩნია, ეს არის სამკვიდრო საქმის წარმოება და ანდერძების დამოწმება და უამრავი სხვა. აგრეთვე კანონმდებლობაში იმ ჩამონათვალში, რომელიც კანონის ერთ-ერთ ნორმაშია გაწერილი, ჩვენ ნახავთ ქვემოთ მინაწერს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელიც შეიძლება იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული. ან არ იყოს სავალდებულო სანოტარო მოქმედების შესრულება, მაგრამ მხარეებმა განაცხადონ, რომ მათ სურთ ამ გარიგების სანოტარო წესით, ან ამ სანოტარო მოქმედების შესრულება და მისი სანოტარო წესით დამოწმება. ამიტომ ძალიან რთულია საუბარი რაიმე კონკრეტულ სანოტარო მოქმედებების ჩამონათვალზე, იმდენად რამდენადაც ეს ჩამონათვალი ყოველთვის საკმაოდ ვრცელი და გამრცობილია. ანუ ამ გამოდის რომ მოქალაქეს უფლება აქვს ნებისმიერი გარიგების დადასტურების მიზნით მიმართოს ნოტარიუსს, ესე გამოდის თქვენი განმარტებიდან ნებისმიერ ტიპის გარიგების მიზნით და მიმართოს ნოტარიუსს. ნოტარიუსს თუ აქვს ვალდებულება ამ ნებისმიერ ტიპის გარიგების დადასტურების თაობაზე? იცით, ნებისმიერი მოქალაქე აღჭურვილია უფლებით თავისი ნება გამოავლინოს და ამ გამოვლენილი ნების დასადასტურებლად მიმართოს ნოტარიუსს. თუ მხარემ გადაწყვეტა მიიღოს სანოტარო მომსახურება, ამ შემთხვევაში უკვე ნოტარიუსი გარკვეული უფლება-მოვალეობებით არის აღჭურვილი. ეს უფლება-მოვალეობები გულისხმობს რას? უპირველეს ყოვლისა, ვალდებულებას, რა თქმა უნდა, ნოტარიუსისა მოემსახუროს მოქალაქეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ვალდებულება.
მხოლოდ და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგვიძლია უარი უთხრათ მოქალაქეს სანიტარო მოქმედების შესრულებაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც სანიტარო მოქმედების შესრულებაზე უარს ვაცხადებთ, ვალდებულნი ვართ ნოტარიუსები, რომ გავცეთ სპეციალური დადგენილება, სადაც დავასაბუთებთ უარის თქმის საფუძვლებს. ეს უარის საფუძვლები რა შეიძლება იყოს? ქმედუნარო მოგმართო? ეს შეიძლება იყოს ქმედუნარობის ფაქტი, ეს შეიძლება იყოს არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია, ან წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უარი აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული. და რა თქმა უნდა, შემდგომში ეს უარი შეიძლება ასევე სასამართლო წესით გასაჩივრდეს. რაც შეეხება სხვა უფლებებს, გარდა იმისა, რომ ნოტარიუსი ადასტურებს გარიგებებს, ნოტარიუსის ერთ-ერთი ფუნქცია აგრეთვე კლიენტისათვის, მოქალაქისათვის იურიდიული მომსახურების გაწევაც არის. ანუ აქ არ არის მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ ნოტარიუსი შემოფარგლულია მხოლოდ სანოტარო დამოწმებით, მისი ერთ-ერთი და მთავარი ფუნქცია, რაც კანონში პირდაპირ არის გაწერილი, ეს არის ნოტარიუსი არის მიუკერძოებელი იურიდიული მრჩეველი თავისი მხარისათვის. აქედან გამომდინარე, შევეცდები უფრო მარტივად ახსნათ, განსხვავებით ადვოკატისაგან თქვათ, რომელიც ყოველთვის მიკერძოებულია მხარისათვის, ნოტარიუსის პირდაპირი ვალდებულება, რაც კანონით აქვს მას გაწერილი, არის, რომ ის უნდა იყოს აუცილებლად მიუკერძოებელი. ეს ძალიან კარგი ჩანაწერია, თუმცა იგივე კანონში არის სხვა ჩანაწერიც, რომ ნოტარიუსი არათუ ვალდებული ამ მომსახურების გაწევისას იყოს მიუკერძოებელი, ამავდროულად ნოტარიუსი ამ მომსახურების გაწევისას ვალდებულია მოქალაქეებს თუ იურიდიულ პირებს განუმარტოს შედეგები, რა შედეგებიც მოყვება ამა თუ იმ გარიგების დადებას. ნინო, როგორ არის პრაქტიკაში ნოტარიუსები ამ ვალდებულებას ასრულებენ, იცავენ ამას? რა თქმა უნდა, ანუ სანიტარო მოქმედების ახლა მარტივი სანიტარო მოქმედებების შესრულების დროს, როგორიც არის, რომელიც სრულდება კერძო აქტებით, მე დავაკონკრეტებ, რას ნიშნავს ეს, როგორიც არის ასლის დამოწმება, ხელმოწერის დამოწმება და ასე შემდეგ, როდესაც შინაარს არ ვეხებით, ამ შემთხვევაში რასაკვირველია, მას ვრცელი იურიდიული კონსულტაცია არ მოყვება. მაგრამ როგორც კი რაისა თუ ის მოქალაქე მოითხოვს და მიმართავს სანიტარო მოქმედების შესასრულებლად, თქვათ რაიმე ტიპის გარიგების დასამოწმებლად, ავიღოთ ყველაზე მარტივი ფორმა, თქვათ იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმება ან ნასყიდობის. ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესები, განუმარტოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესები და ყველა ის შედეგი, რაც ამ ხელშეკრულების დადებას მოყვება. ეს ძალიან კარგია, რასაც თქვენ ამბობთ, რომ განუმარტოს, მაგრამ აი მე მქონდა პრაქტიკაში შემთხვევები, ნინო, როცა მოხუცებული მოქალაქეები მიიყვანეს, სამის დღეში რჩენის ხელშეკრულების მაგივრად ხელი მოაწერიოს ნასყიდობის ხელშეკრულებას და შესაბამისად იმის გამო, რომ ეს მოხუცი დაბნეული ხშირ შემთხვევაში მხედველობა შეზღუდული მოხუცმა მოაწერა ხელი ამ ტიპის გარიგებას და სიტყვიერ არ მიუღია განმარტება, რომ ნასყიდობაზე აწერიებდნენ ხელს ნაცვლად სამის დღეში რჩენის ხელშეკრულებას, გამოასახლეს მე ეს მოხუცებული ქალი, დღესაც ცხოვრობს ესეთი ერთ-ერთი ქალბატონი მოხუცებულთა თავშესაფარში. ანუ აი ამ შემთხვევაში თქვათ, როგორ გადავამოწყოთ ჩვენ მოქალაქემა შეასრულა თუ არა ნოტარიუსმა ვალდებულება და არა მარტო დაუდასტურა გარიგება, შეამოწმა მხართა ქმედუნარიანება, არამედ გააფრთხილა კიდევაც, ბებია, თქვენ გაწერიებენ ხელს ნასყიდობის ხელშეკრულებას და არა სამის დღეში რჩენის ხელშეკრულებას. მე არ მინდა რომ შემოგედაოთ, მაგრამ ჩემთვის პირადად ყოველდღე წარმოუდგენელია და ცოტა არ იყოს გაუგებარიც, სად შეიძლება ასეთი ფაქტი მომხდარიყო, იმიტომ რომ არც ერთი ნოტარიუსი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ იღებს თავის თავზე იმის ვალდებულებას, რომ რაღაცა ზედმეტი უფლებები მიანიჭოს რომელიმე მხარეს. ან რომელიმე მოქალაქე შეცდომაში შეიყვანოს. ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ხელს აწენენ ხელშეკრულებას და მას შემდეგ რაც იმ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ იმ ხელშეკრულებით დადგენილს, ხშირად ამბობენ, ეს საკმაოდ ცნობილი ასე ვთქვათ შემთხვევებია, სამწუხაროდ არ ვიცოდი რაზე ვაწერდი ხელს. სამწუხაროდ ასეთი ფაქტები ხდება, როდესაც მოქალაქე პოსტფაქტუმ აცხადებს, რომ არ იცოდა რაზე აწერდა ხელს. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ნოტარიუსმა, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც მასთან წარმოდგენილი იქნა, ასე ვთქვათ, ხანდაზმული ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებით უფრო მეტი, ასე ვთქვათ, განმარტება სჭირდება და უფრო რთულად აღსაქმელია ხოლმე მათთვის გარკვეული სანიტარო მოქმედება. გარდა იმისა, რომ დამატებით განმარტებებს უკეთებს და ეს ვალდებულებაც აქვს, ძალიან ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სახის დამატებითი დოკუმენტების წარდგენასაც თხოვთ უშუალოდ იმ მოქალაქეს. ეს შეიძლება იყოს, თქვათ, ავადმყოფობის ან მისი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა და ასე შემდეგ. ასე რომ, რა თქმა უნდა, პრაქტიკაში შეიძლება უამრავი რამ მოხდეს, მაგრამ
ის ვალდებულება, რომელიც არის კანონით გაწერილი, ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ თითოეული ნოტარიუსი ამ ვალდებულებას იცავს და ვალდებულია დაიცვას. კეთილი, ძალიან კარგი რომ თქვენ ქომაგობთ ამ თანამდებობის პირებს და მე ძალიან მოყვარული ვარ ნოტარიუსებს, მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და მთელი ჩემი პროფესიული კარიერა ვცდილობ ამ პროფესიის პროპაგანდირებას და მე შესავალ სიტყვაშიც მე ვთქვი რომ ნოტარიუსები ხშირ შემთხვევაში უფრო კვალიფიციურები არიან ზოგიერთი ნოტარიუსი ვიდრე ზოგიერთი ადვოკატიც კი და თქვა ბატონი ნოტარ ზოიძე როგორც ნოტარიუსი ჩემთვის მაგალითად როგორც იურისტი აღიარებული სპეციალისტია და მე მიმაჩნია რომ ეს არის სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი ლიდერი პიროვნება რომელიც დღეს საქართველოს იურიდიულ საზოგადოებას ყავს თუმცა ის შემთხვევა რაც მე მოვიყვანე, არ არის იშვიათი შემთხვევა. მათ შორის ქალაქ თბილისში, მე ახლა არ ვარ მზად კონკრეტიკისგან არც ეს სურვილი არ მაქვს, ამ გამოცდილების დატვირთვა ეს არ არის ჩვენ საგანმანათლებლო ტიპის გადაცემა, მაგრამ გარწმუნებთ რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები აი ეს შეცდომაში შედიან, აი შეკითხვა დაისვა იმისათვის, რომ ვასწავლოთ მოქალაქეებს, როგორ დაიზღვიონ თავი. ანუ ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოქალაქეებს და უთხრათ რომ ნოტარიუსთან როცა მივდივარ და გვაწერენიებენ გარიგებაზე ხელს, რომელიმე მხარე დაინტერესებული მხარე თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ზეპირი განმარტება ნოტარიუსისგან, რომელიც ვალდებულია იყოს ნეიტრალური იმ შედეგებზე, რა შედეგებიც მოყვება ამ თქვენ ერთ ხელმოწერას. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით კანონების არ უცოდნე ხანდაზმულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით თხოვთ, რომ ამაზე გააკეთონ აქცენტირება, ნოტარიუსს ევალება და ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსთა გამგეობის თავმჯდომარე ქაუტონინო ამას ადასტურებს, ეს არის კანონის მიერი ვალდებულება ყველა პატიოსანი ნოტარიუსის რა. და გარდა ამისა მე დავამატებ კიდევ ერთ რამეს, აუცილებელია გარიგების დამოწმების დროს გარიგების ტექსტი ხმამაღლა წაეკითხოს თითოეულ მხარეს ნოტარიუსის მიერ. ეს არის კიდევ ერთი ვალდებულება. თქვენ როდესაც სანოტარო მოქმედებას ასრულებთ, ყოველთვის ნოტარიუსი აუცილებლად ვალდებულია რომ ეს ტექსტი თავიდან ბოლომდე წაგიკითხოთ, თუ თქვენ პირადად არ განაცხადებთ უარს რა თქმა უნდა წაკითხვის მოსმენაზე. ძალიან კარგი. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. თქვათ, მაინც იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ იურისტები შედეგზე ორიენტირებული ხალხი ვარ და ხშირად ცუდი შედეგის გამოსწორებაზე გვიწევს მუშაობა, ან ცუდი შედეგის არ დადგომის გამო გვიწევს პრევენციული ნაბიჯების გადგმა. გავთხოვოთ ეგეთი შემთხვევა ნინო, რომ მოქალაქეს მიადგა ნოტარიუსის მოქმედების შედეგად ზიანი. ამ შემთხვევაში ეს ზიანი რომ მიადგა გასაგებია რომ ეს გინდება სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით ეს ზიანი მიადგა თუ არა ესე იგი უნდა შემოწმდეს ამ ზიანის ნაწილში ის რომ შეასრულა თუ არა ნოტარიუსმა ის მოქმედებები რომელიც მას ევალებოდა წაუკითხა ხმამაღლა თუ არ წაუკითხა ხო რა ქვია განუმარტა შედეგები თუ არ განუმარტა და თუ ესენი დარღვეულია ამ შემთხვევაში დადგება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან მკაცრად და მკაფიოდ არის ნოტარიუსის როგორც უფლებები ასე ვალდებულებები გაწერილი კანონმდებლობით ის რაზეც ახლა ვსაუბრობთ რომ ნოტარიუსი ვალდებულია შეასრულოს სანოტარო მოქმედება მიუკერძოებლად ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას მხარეებს განუმარტოს შედეგები და შესაბამისად ყველა ამ პროცედურაზე ის არის პასუხისმგებელი ეს ყველაფერი დაზღვეულია ისევ და ისევ კანონით მე რას გულისხმობ დაზღვევაში კანონში პირდაპირ არის ჩანაწერი იმის შესახებ რომ ნოტარიუსი თუ მისი ქმედებით ზიანი მიადგა კლიენტს ვალდებულია ეს ზიანი პირადი ქონებით აუნაზღაუროს ჩვენ გასული წლის აპრილის თვიდან შემოვიღეთ უკვე ასევე ნოვაცია, როდესაც მოქალაქისათვის მიყენებული ნოტარიუსის მიერ მოქალაქისათვის მიყენებული განზრახიან გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანი ანაზღაურებული უნდა იქნეს და ეს ზიანი დაზღვეულია სადაზღვევო კომპანიის მიერ. უფრო სწორად სანოტარო მოქმედება ან უფრო ზუსტად თუ დავაზუსტებთ თვითონ თითოეული ნოტარიუსი იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ვალდებულია დაეზღვიოს განსაზღვრულია მინიმალური სადაზღვევო თანხაც და შესაბამისად გარდა იმისა რომ სადაზღვევო კომპანია არის ასე ვთქვათ გარანტი ამ ზიანის ანაზღაურებაზე ასევე რა თქმა უნდა ისევ და ისევ ნოტარიუსი თავისი პირადი ქონებითაც პასუხისმგებელია დაზღვევა განხორციელდა რა თქმა უნდა განხორციელდა 2010 წლის 1 აპრილიდან უკვე მოქმედებს და სავალდებულოა იმისათვის რომ თქვენ ნოტარიუსის თანამდებობა დაიკავოთ ერთ-ერთი სავალდებულო პირობა სწორედ სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება ამ შემთხვევაში საუბარია სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე ალბათ და ამ შემთხვევაში თუ მიადგა ნოტარიუსის მოქმედებით განზრახ ან გაუფრთხილებლობით მოქალაქეებს ან იურიდიულ პირებს ზიანი ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია დაფარავს ამ მოქალაქეებს და ამ ზიანს ხოლო შემდეგ რეგრესის წესით მოთხოვს ამ ნოტარიუსს თავისი პირად ყოფილა შემთხვევა ნინო ჯერჯერობით საბედნიეროდ არ ყოფილა 2010 წლის 1 აპრილამდე თუ იყო ესეთი შემთხვევა თქვა როცა მოქალაქეები ედავებოდნენ ნოტარიუსს ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც ერთ-ერთი ანუ
მე ვსაუბრობ 2001 წლიდან დღემდე. ჩვენ სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც სამოქალაქო სარჩელით ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუხდა ერთ-ერთ ნოტარიუსს, ეს იყო ერთი შემთხვევა. ერთი შემთხვევა. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ არ იქნება ხშირი. მე მაინც მოუწოდებ მოქალაქეებს, რომ მათ შორის ადვოკატებთან, მათ შორის ნოტარიუსებთან ურთიერთობისას იცოდნენ ის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები, რაც მოეთხოვათ ამ პროფესიის მატარებელ ადამიანებს, იმიტომ რომ თქვათ, თბილისის მასშტაბით რამოდენიმე შემთხვევა გახდა ჩემთვის ცნობილი, აი მათ შორის ამ ტიპის ხასიათი, როცა 3 დღეში შორჩენის ხელშეკრულების ნაცვლად გააფორმებია ეს ნასყიდობის ხელშეკრულება, თქვათ, გარდაბანში ჩემთვის ცნობილია შემთხვევა, როცა ნოტარიუსმა მათ შორის ეს გარიგება დამალა ანდერძის არსებობა დამალა და პირდაპირ ამით მიაყენა სერიოზული ზიანი მხარეს, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობით 6 თვის თავზე უნდა გაიხსნას მათ შორის ანდერძიც და ცნობილი უნდა გახდეს ანდერძის შინაარსი მხარეებისათვის, ხოლო ჩვენი კანონმდებლობით თუ მეშლება ნინო გამისწორეთ, ნოტარიუსი ვალდებულია მოიწვიოს ყველა პირი, რომელი პირიც კი ამ ანდერძში არის შეტანილი, ეს არის პირდაპირ მისი კანონის მიერ ვალდებულება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამა თუ იმ ფაქტის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანდერძის არსებობის შესახებ. კონკრეტული სამემკვიდრეო საქმის წარმოების დროს ნოტარიუსი რა თქმა უნდა ვალდებულია, რომ მოიხსენიოს და გახსნას, აგრეთვე მიიღოს ინფორმაცია ანდერძის არსებობის ან არარსებობის შესახებ. მე ერთ დავაზუსტებას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ამ თემასთან დაკავშირებით ისევ და ისევ, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სანამ ეს ერთიანი ელექტრონული რეესტრი შეექმნებოდა, ანუ ჩვენ ვიცით, რომ დღესდღეობით ყველა სანოტარო მოქმედება ერთიან ელექტრონულ რეესტრია გაერთიანებული. ეს რას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოქმედება აღრიცხვადია და საქართველოს ტერიტორიის მასშტაბით არის, ასე ვთქვათ, ერთიან ბაზაში შექმნილი, ხომ? მანამდე არც არ არსებობდა საერთოდ ანდერძების ერთიანი რეესტრი. თუ თქვენ კონკრეტულად არ იცოდით, რომ გარდაცვლილმა პირმა, მოანდერძემ, დატოვა ანდერძი ამ კონკრეტულ ნოტარიუსთან ამ და ამ დროს, ვერასოდეს ვერ მიიღებდით ინფორმაციას იმის შესახებ, არსებობდა თუ არა ასეთი ანდერძი. თუმცა მე ვიცოდი, რომ თქვა, თუ დატოვებდა ანდერძს, დატოვებდა ჩემი მისამართის მიხედვით. არა, აქ შევეცდები დავაზუსტო ეს შემთხვევა. სამემკვიდრეო საქმის წარმოებაზე არსებობდა კონკრეტული სამკვიდრო უბნები. ეს რას ნიშნავდა, რომ თქვენ სამკვიდრო საქმის წარმოებისათვის შეგეძლოთ მიგემართათ მხოლოდ კონკრეტული ნოტარიუსისათვის. რაც შეეხება ანდერძს, ის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ნებისმიერ ნოტარიუსთან შეგეძლოთ დაგემოწმებინათ და დაგეტოვებინათ. აქედან გამომდინარე, ეს არაღრიცხვიანობა, რომელიც აქამდე არსებობდა, ძალიან ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ სწორედ ასეთი შემთხვევების მიზეზი გამხდარიყო. თუმცა დღესდღეობის ეს პრობლემა ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილია, დარჩენილია მხოლოდ რამოდენიმე რეგიონი, სადაც ამ ანდერძების ერთიანი რეესტრის კომპიუტერულ ბაზაში ერთიან რეესტრში შეყვანა ხორციელდება და კანონით ეს არის ბოლოვა და 2011 წლის სექტემბერი, როდესაც უნდა დასრულდეს მთლიანად ყველა სანოტარო მოქმედების, რაც დაკავშირებულია სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან აღწერა. ანუ 1 სექტემბრი ფაქტიურად დღესაც თითქმის 90% ამ საქმის წარმოებისა უკვე შეყვანილია, წლების მიხედვით მოხდა ამ მონაცემებთა რეგისტრირება, მაგრამ 2011 წლის სექტემბრიდან უკვე ფაქტიურად ეს იქნება, ასე ვთქვათ, სრულყოფილი ბაზა. ძალიან კარგი, მე მივესალმები ამას, ერთიანი საინფორმაციო ბაზის არსებობას. რა თქმა უნდა, მაშინდელი კანონმდებლობით ნოტარიუსი ვალდებული იყო, თუ მასთან ანდერძი იყო, შეეტყობინებია არ ვიცი ვის დაინტერესებული პირებისათვის. შეეტყობიებია ეს და თქვათ, ამ შემთხვევაში თქვათ, კანონი დაირღვევოდა თუ არ შეეტყობინებდა, მაგრამ თქვენასაც ბრძანეთ ეს ბევრად უკეთესია, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში დამოკიდებული ვართ ნოტარიუსის პატიოსნებაზე და ამ შემთხვევაში უკვე სისტემაზე ვართ დამოკიდებული და მე უკვე თბილისში შემიძლია ლანჩხუთში დატოვებული ანდერძი თუ თელავში დატოვებული ანდერძი მოვიკითხო და მოვიძიო. ეს ბევრად უკეთესია და მეც გეთანხმებით ამ ნოვაციის სიკეთეში. ჩვენ ვსაუბრობთ საონტარო ურთიერთობებზე, ტელემაყურებლებს შევახსენოთ, რომ ჩემი გადაცემის დღევანდელი სტუმარია ნოტარიუსთა გამგეობის თავმჯდომარე კაპიტანი ნინო ხოფერია. გადაცემას გავაგრძელებთ სარეკლამო დროის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, ვსაუბრობთ საონტარო ურთიერთობებზე, დღევანდელი გადაცემის სტუმარია კაპიტანი ნინო ხოფერია, ნოტარიუსთა გამგეობის თავმჯდომარე.
და წინა ბლოგში ჩვენ შევეხეთ ნინო ნოტარიუსის უფლებებს, ნოტარიუსის ვალდებულებებს, გავაცანეთ ტელემაყურებლებს, თქვათ, ის აუცილებელი მინიმუმი, რაც უნდა იცოდნენ მათ ნოტარიუსთან ურთიერთობის შესვლისას, რომ მათ აქვთ უფლება მოითხოვონ ზეპირად ტექსტის წაკითხვა და გაცნობა, შედეგების თაობაზე, ნოტარიუსისგან როგორც ნეიტრალური პირისგან მოითხოვონ განმარტება და ასევე ვილაპარაკეთ პასუხისმგებლობაზე, თუ თქვათ ზიანი მიადგა კონკრეტულ პირს ან მოქალაქეს აი ნოტარიუსის ცუდი საქმიანობის გამო. გადავიდეთ ნოვაციებზე, რა ნოვაციებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნოვაციები ძირფასო ტელემაყურებლებო. თქვენ იცით, რომ სხვადასხვა ურთიერთობის უზრუნველსაყოფად ქართული კანონმდებლობა იცნობს უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალებას და ყველაზე გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება ეს არის ქონებით ვალდებულების უზრუნველყოფა. და აქ უკვე დამოკიდებულია ქონების სახეობას, მოძრავ ნივთებთან მიმართებაში გამოიყენება დაგირევების ინსტიტუტი, ხოლო უძრავ ნივთებთან მიმართებაში გამოიყენება იპოთეკის ინსტიტუტი. და ფაქტობრივად ნინო ნოტარიუსებს მოგეცათ უფლება, რომ სასამართლოს გვერდისავლით თუ არის თქვა რაღაცა ტიპის სასესხო ურთიერთობები ან თუნდაც ნასყიდობის ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მოძრავი ან უძრავი ნივთებით და არ შეასრულებს მეორე მხარე არ დააბრუნებს ნასესხებ თანხას უკან, ეგრევე გამოწეროთ საახსრულებო ფურცელი და მიაწოდოთ ეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც 7 დღიან ვადას მისცემს მაქსიმუმ ნებაყოფლობით ამ გაწყვეტილების აღსრულებისას, ხოლო შემდეგ გაუყიდეთ ამ ქონებას აუქცევს. ხალხმა ეს არის იქნებ გავასწავლოთ ხალხს. ძალიან საინტერესო ნოვაცია, რომელიც 2010 წლის 1 აპრილიდან ამოქმედ და ასევე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე. მე არ მინდა ძალიან შეიძლება ციფრები მეშლება, მაგრამ თუ არ ვცდები ამ ტიპის სამყარო მოქმედების შესასრულებლად დაახლოებით 7000-მდე მოქმედება იქნა შესრულებული, ანუ 7000-მდე საახსრულებო ფურცელი იქნა გაცემული. ეს საკმაოდ დიდი ციფრია. რას ნიშნავს საახსრულებო ფურცელი? ჩვენ რამოდენიმე სატელევიზიო რეკლამაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვისარგებლებ საშუალებით, რომ განუმარტო მოქალაქეებს. პირველი და აუცილებელი პირობა არის ამისი რა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ამაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ გარკვეული ვალდებულება არ ან ვერ შესრულდა რომელიმე მხარის მიერ, აქ საუბარია ძირითადად უზრუნველყოფის საშუალებებზე, იპოთეკა, დაგირავება. აქედან გამომდინარე, თუ მხარეები გამოთქვამენ ამის შესახებ სურვილს, მათ შესაძლებლობა ეძლევათ მიმართონ ნოტარიუსს და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაში სპეციალურად აღნიშნონ, რომ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისგან წარმოშობილი თქვათ დავა გადაწყდება არა სასამართლოს წესით, არამედ მათ შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ ნოტარიუსს და მიიღონ საახსრულებო ფურცელი. ანუ ფაქტიურად ამით მოქალაქე ასე ვთქვათ ზოგავს იმ ვადას, იმ თქვათ დროს, ენერგიას, თანხებს, მაქსიმუმ 3 წელს, რა თქმა უნდა, თანხებს, რომელიც დაკავშირებულია საქმის სასამართლოში წარმოებასთან. აქედან გამომდინარე, ფაქტიურად საახსრულებო ფურცელი არის ძალიან მოქნილი, სწრაფი და ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ მივიღოთ დაკმაყოფილება იმ უზრუნველყოფიდან, რომელიც თქვათ გარკვეული ვალდებულებიდან გამომდინარე წარმოიქმნა. და ნინო, მე ძალიან მომწონს ეს ნოვაცია, იქიდან გამომდინარე ეს თაღლითებს და პირობის დამრღვევი პირების მიმართ ძალიან ეფექტური საშუალება. თუმცა კანონში იქვე გვიწერიათ, ნოტარიუსებს უწერიათ უბრალოდ, რომ ნოტარიუსი არ არის ვალდებული შეამოწმოს რატომ ვერ შეასრულა ეს ვალდებულებები მეორე მხარედ, თქვათ, ისესხა თანხა და მაგრამ ვეღარ ჩაასესხა. აი მოვალეს რა ობიექტური ან სუბიექტური მიზეზები ქონდა იმისათვის, რომ გაესტუმრებია კრედიტორის ვალი, ამით ნოტარიუსი აღარ ინტერესდებდა, ეგრევე გამოწერს. ამ შემთხვევაში რა შეიძლება ურჩიოთ იმ პატიოსან მოვალეებს, რომელსაც ქონდათ ობიექტური მიზეზი ვალის არ დაბრუნების. ვალის არ დაბრუნების ობიექტური მიზეზი, მოდით ასე ვთქვათ, არ არსებობს. ვალის დაბრუნებისათვის არის კანონით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები. რა შეიძლება ჩაითვალოს ობიექტურ მიზეზად? ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობა, ან ეს შეიძლება იყოს, თქვათ, რაიმე სხვა ოჯახური პირობები, თუ თქვენ გარკვეული თანხა, ანუ ვალდებულება აიღეთ, თქვენ ვალდებული ხართ ეს თანხა იმ ვადაში შეასრულოთ, რა ვადაზეც თქვენვე გამოხატეთ თანხმობა. ხა რაც შეეხება ობიექტურ მიზეზებს, ამას არც სასამართლო არ იკვლევს და არც სასამართლოსთვის არ არსებობს მიზეზი, რის გამოც პატივსადებ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ვარის დროულად არ დაბრუნება. აქედან გამომდინარე, პატიოსანი მოვალე, რომელიც თანხას ვერ აბრუნებს, მოდით მათ პატიოსანს ვეღარ უწოდებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება უამრავი მართლაც რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები არსებობდეს ვალის არ დაბრუნებისა, მაგრამ ავიღოთ ნებისმიერ შემთხვევაში თქვა საკრედიტო დაწესებულება, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თქვენ გარიცხავთ პირგასამტეხლოს, ჯარიმას. ანალოგიური წესი მოქმედებს კერძო პირად ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, საკრედიტო ასე სასესხოზე.
აქედან გამომდინარე, თანხის დროულად ვერ დაბრუნებისათვის პატივსადები გარემოება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ვერც სანოტარო მოქმედების შესრულების დროს, ანუ საახსრულებო ფურცლის გაცემის დროს ვერ ჩავდებით კანონმდებლობაში, რომ გაგვეთვალისწინებიან პატივსადების მიზეზი. ამიტომ ამ შემთხვევაში რაიმე რჩევის მიცემა ალბათ კარგით, აბა მოდით შევხედოთ სიტუაციას სხვანაირად. თქვენ ამბობთ, რომ ვალის არ დაბრუნების პატივსადების მიზეზი არ შეიძლება არსებობდეს. მე ვსაუბრობ თქვა ფორს მაჟორზე. თქვა საქმე გვაქვს ფორს მაჟორულ სიტუაციასთან. აი ამ შემთხვევაში ნოტარიუსი არ ამოწმებს არაფერს, ეგრევე წერს საახსრულებო ფურცელს. არადა მოვალის ცხოვრებაში არის ფორს მაჟორული შემთხვევა და ამ დროს იღებს საახსრულებო ფურცელს, რომელიც 7 დღეში უნდა აღასრულოს. კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ასეთი შემთხვევებისათვის ძალიან მარტივი საშუალება, ეს არის საახსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება. რისთვისაც შეგვიძლია უკვე დავიწყოთ სასამართლო წარმოება, თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი პატივსადების მიზეზი როგორც თქვენ ბრძანებთ ფორს მაჟორული გარემოება, მართლაც იქნება საფუძველი იმისა, რომ ამ შემთხვევაში ვთქვათ სანოტარო მოქმედების შესრულებას, მაპატიეთ თანხის არ დაბრუნებას რაიმე რეალური და ობიექტური საფუძველი შეიძლება ქონდეს, რა თქმა უნდა, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ანუ ესე იგი ესეთი რაღაცა ვასწავლოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ კი ბატონო გამოწერა საახსრულებო ფურცელი ნოტარიუსმა, მაგრამ თუ მე მქონდა როგორც ვალდებულ პირს პატივსადების მიზეზი, რის საფუძველი შეიძლება იყოს ფორს მაჟორული მდგომარეობა, ან სხვა იგივე შეიძლება კრედიტორის მიზეზიც იყოს რაღაცა, რის გამოც მე ეს ვალდებულება ვერ შევასრულე რა. ამ შემთხვევაში ჩვენ ურჩევთ რომ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსრულების შეჩერება აი ამ მიზეზებიდან გამომდინარე. იცით, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ან თქვათ ვალის გადავადება. თუმცა იგივე კანონმდებლობაში ასევე მითითებულია ერთი ფაქტი, რომელიც ბოლომდე ალბათ ვერ დააკმაყოფილებს ამ შემთხვევაში მოქალაქეს, ის რომ აღსრულება, მაპატიეთ, საახსრულებო ფურცლის გასაჩივრება აღსრულებას ვერ აჩერებს. ეს შეიძლება აღსრულება მაინც მოხდეს, მაგრამ თუ გასაჩივრების შედეგად დადგინდება, რომ თქვათ ერთი ყველაზე მარტივი მიზეზი წარმოვიდგინოთ, მოვალემ თანხა დააბრუნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კრედიტორმა მაინც მოითხოვა საახსრულებო ფურცლის გაცემა. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ თაღლით იყოს არა მოვალი, არამედ თაღლით იყოს კრედიტორი. თუ მოვალის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი, მას შემდეგ რაც საახსრულებო ფურცელი უკვე გაცემულია, დადასტურდება, რა თქმა უნდა, რეგრესის წესით, ამ შემთხვევაში უკვე კრედიტორი ხდება პასუხისმგებელი, რომ შეასრულოს ის ვალდებულება, ანუ აუნაზღაუროს ზიანი. ეს არის ჩვეულებრივი მარტივი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც არა მხოლოდ სანოტარო წესით გამოწერილი საახსრულებო ფურცლის დროს, არამედ სასამართლოს მიერ გაცემული საახსრულებო ფურცლის დროსაც მოქმედებს. საახსრულებო ფურცელმა შეცვალა რა? საახსრულებო ფურცელმა, ასე ვთქვათ, მოქალაქეთა შორის ურთიერთობიდან ამოაგდო სასამართლო რგოლი. თორემ სხვა ყველა ის პროცედურა, რაც ამ საახსრულებო ფურცელთან არის დაკავშირებული, ის რა თქმა უნდა რჩება. თქვენ ზოგავთ დროს, თანხას და ვადებს სასამართლოსთან დაკავშირებით. გეთანხმებით ამაში ნინო, მაგრამ ნახეთ, თავისთავად ის პრაქტიკა, რომელი პრაქტიკას დამკვიდრდა ჩვენთან საახსრულებო წარმოების სფეროში, როცა გასაჩივრება აღსრულების პროცესს ვერ აჩერებს, ფაქტიურად გასაჩივრების პროცესს ლამის აზრს უკარგავს. ის შემთხვევა, რაც თქვენ მოიყვანეთ, როცა კრედიტორმა ისევ ამჯობინა აღსრულება, ვიდრე ფულის უკან მიღება, ეს შემთხვევას დასაშვებია ძალიან ბევრ შემთხვევაში, იმიტომ რომ აღსრულების პროცედურა როგორ არის? იძულებით აუქციონზე ქონება გამოდის ნახევარ-ფასად. და მე ამ შემთხვევაში, როცა გავასესხე თანხა და ბინა ჩავადებიე მას, პოპულარულ ტერმინს ხმარობ, იპოტეკის სახით, არა ჩავადებიე ბინა მას, ამ შემთხვევაში მე მაწყობს ამ ქონების ხელში ჩაგდება ნახევარ-ფასად. ისიც თქვათ დღევანდელი საბაზრო პირობების დროს, როცა უძრავი ქონების ფასი ისედაც შემცირებულია. კიდე იმის ნახევარ-ფასად ვიგდებ მე ამ ქონებას. ამიტომაც შეიძლება მე მაწყობდეს, აღარ მივიღო ის 10-15 დოლარი სესხის სახით და ამ შემთხვევაში მივიღო ქონება, დავამატო 500 დოლარი და მივიყიდო ეს ქონება ან სხვა მოძრავი ნივთი. უძრავია მოძრავი. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ამდო თაღლითებზე. სამწუხაროდ ვერც ერთი კანონი, ვერც ერთი სამართლებრივი ურთიერთობა ვერ მოაწესრიგებს თაღლითის აზრსა და გონებაში გაჩენილ ნებისმიერ იდეას. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ყოველთვის ცდილობს იყოს ლაკონური, იყოს მაქსიმალურად მორგებული იმ ურთიერთობებზე, რომელიც ივარაუდება, რომ ასე უნდა იყოს. კიდევ ერთ თქვენთან მიმართებაში კიდევ ერთი ფაქტი. ხშირად ამბობენ, ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ კრედიტორი არ იღებს შეგნებულად სესხის თანხას, რაც თქვენ ბრძანეთ, გარკვეული მიზეზის გამო. ისევ და ისევ, ასე ვთქვათ, პროპაგანდა გამოგდის სანოტარო მოქმედების, მაგრამ
ძალიან მარტივი გზა არსებობს ამისათვის, ნოტარიუსის სადეპოზიტო დეპონირება, ხო? ფულის დეპონირება, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გაშეტანა. ძალიან ცოტა შორის განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ბოლო პერიოდში ამ სასესხო ურთიერთობებმა კერძო პირებს შორის ძალიან იმატა, ყველაზე ხშირად ერთ-ერთი ხშირი მოქმედება გახდა უკვე ნოტარიუსის დეპონირებისათვის მიმართვის საშუალება, ანუ შესაძლებლობა. მხარეს, როდესაც ვერ ასრულებს ამა თუ იმ მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, პატიოსანი მოვალე და ასე ვთქვათ, თაღლითი კრედიტორი, რომელიც შეგნებულად არ იღებს თანხას. ძალიან მარტივად არსებობს ამ გზის გადაწყვეტისათვის საშუალება, კერძოდ მივმართოთ ისევ და ისევ ნოტარიუსს და მის დეპოზიტზე განვათავსოთ თანხა. სხვათა შორის უახლოესი საკანონმდებლო ცვლილება აგრეთვე აი ამ ნოტარიუსის სადეპოზიტო კუთხით კიდევ ერთ გარკვეულ დახვეწას შემოგთავაზებს უახლოეს მომავალში და ინსტრუქციაში უფრო დეტალურად იქნება გაწერილი ამ ანგარიშის მართვის საკითხი. თუმცა არც დღეს არ წარმოადგენს ეს პრობლემას. თქვენ შეგიძლიათ ასეთ შემთხვევაში დაიცვათ თავი არაკეთილსინდისიერი კრედიტორისგან. კეთილი, კიდევ ერთხელ ტელემაყურებლებს რო უთხრათ, ესე იგი თუ კრედიტორი, ანუ გამსესხებელი პირი არ იბრუნებს თანხას, თქვენ შეგიძლიათ ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ტიპის ურთიერთობაც იყოს, თქვათ, ქირავნობითი ურთიერთობაც იყოს, სასამართლო და ნოტარიუსია ის ორი პირი, ორი ადგილი, სადაც შეგიძლიათ თქვენ მოძრავი ნივთები მიიტანოთ, თქვათ, და დაუბრუნოთ მას, ფულიც ამ შემთხვევაში ნივთი არის და ამ ფულის შემთხვევაში მხოლოდ ნოტარიუსთან შეიძლება მის დეპონირება, სასამართლოში მის დეპონირება არ შეიძლება და ნოტარიუსის ანგარიშზე ხვდება ეს თანხა, ისიც ვასწავლოთ, რამდენი ხანია ვალდებული ნოტარიუსი შეუნახოს ეს თანხა. კანონმდებლობით აქ უკვე მოქმედებს სამოქალაქო ურთიერთობიდან გამომდინარე ზოგადი ხანდაზმულობის ვადები, ეს არის მოძრავი მატერიალური ნივთი, რომლისთვისაც მოქმედებს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. 3 წლის შემდეგ 451 მუხლის თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 451 მუხლის თანახმად ნოტარიუსი ვალდებული ეს ფული 3 წლის განმავლობაში შეუნახოს ანგარიშზე. ზოგიერთ შემთხვევაში ხალხს აშინებენ ნინო და ეუბნებიან, რომ ანგარიშზე ფულის შენახვა ხარჯებთან არის დაკავშირებული. და ესეც გავაგებიოთ, რომ ნოტარიუსის ანგარიშზე თანხის შენახვა რა ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ესეც გავაგებიოთ. მე კიდევ დავაზუსტებ ჯერ პირველ ნაწილს თქვენი შეკითხვისა, ანუ 3 წლის გასვლის შემდეგ თუ მოვალემ არ მიიღო ეს თანხა, ანუ უარი გადაცხადა თანხის მიღებაზე, ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსი თანხას გადასცემს უკვე სახელმწიფოს. ანუ 3 წლიანი ვადა ამ შემთხვევაში მოქმედებს. რა თქმა უნდა, რაც შეეხება ხარჯებს, რა თქმა უნდა, სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის მხარე იხდის საზღაურს, მაგრამ ეს საზღაური არის საკმაოდ მცირე და დღეს მოქმედი საზღაურის კანონში შეთანხმებით ის არის პროპორციული თანხისა, რაც არის დაკავშირებული, რაც არის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი და საზღაურის განაკვეთის მეოთხედით. ხა ეს ცოტა რთული ასახსნელია, იმიტომ რომ ტარიფი დგინდება თითოეული თანხის მიხედვით სპეციალური გამოთქმის. 100.000 ლარია დეპონირებული, თქვათ. დეპონირებული ნოტარიუსს 100.000 ლარი. რამდენი უნდა გამომართოს ნოტარიუსმა ამ შენახვისათვის? 100.000 ლარის შენახვისათვის დაახლოებით ძალიან რთულია, ახლა მე სადღაც 100 ლარის ფარგლებში თუ არ ვწდები. ანუ ფაქტიურად იმდენად იაფია ეს მომსახურება, გინდაც 100 ლარიც იყოს, მე ვასახელებ არა პატარა ციფრს, საკმაოდ დიდ ციფრს ვასახელებ 100.000 ლარი ცოტა ციფრია. ამ შემთხვევაში გვირჩევნია, რომ კრედიტორთან ჩვენი ვალდებულება შესრულებად ჩაგვეთხოვოს, მივაბაროთ თანხა. ამ თანხას იხდის მოვალე, ანუ ის პირი, ვინც ვალდებულება არ მიიღო და ამ შემთხვევაში პატიოსანი მხარე, ასე ვთქვათ, არ ზარალდება, ანუ თანხის გატანისას იხდის უკვე კრედიტორი არ ზარალდება, თქვათ, იგივე თქვათ ექსპროპრიაციის პროცესის დროს ეს ექსპროპრიატორმა უნდა გადაიხადოს მარტივად თქვა და არა კრედიტორმა, ეს ცნობილი თემაა, ეხლა შემოვლითი გზების გაყვანასთან დაკავშირებით. ნინო, აუცილებლად მინდა შევეხო ჩვენს გადაცემაში, დიდი მადლობა, კარგი რაღაც ვასწავლეთ ჩვენს ტელემაყურებლებს, აუცილებლად მინდა შევეხო ასევე ახალ ნოვაციას. ეს არის ონლაინ რეჟიმში განსაკუთრებით უცხოეთში ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის და ძირფას ტელემაყურებლები ვიცით, რომ ლამის გავთანაბრდით საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები და უცხოეთში მცხოვრები ქართველები ერთმანეთთან, ამიტომაც აქტუალობა ორმაგად შეიძინა ონლაინ რეჟიმში ნოტარიუსების მომსახურება. ამაზე რა შეიძლება ვასწავლოთ ჩვენს ტელემაყურებლებს? საკმაოდ წლების მანძილზე ეს იყო სერიოზული პრობლემა. სამწუხაროდ, კარგად მოგვეხსენება ყველას, რომ დღესდღეობით საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სხვადასხვა ქვეყნებში არიან ისინი და სამწუხაროდ დიდი უმეტესობა არის არალეგალი. ანუ ისინი იმყოფებიან საზღვარგარეთ არაოფიციალურად, მოდით ასე ვთქვათ.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ხელშეწყობა იმისათვის, რომ არალეგალებს, თქვათ, რაღაცა ფორმით დახმარება გაუწიოთ, მაგრამ ჩვენ გარკვეულწილად ჩვენ სახელმწიფოებრივ მოვალეობასაც ვასრულებთ. რა გამარტივებულ პროცესზეა საუბარი? ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს გარკვეული სახის განცხადების გაკეთება, ავიღოთ ყველაზე მარტივი შემთხვევა, თანხმობის გაცემა, ვთქვათ, ბავშვისათვის პასპორტის გაცემაზე, ან ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე. ან სურს გარკვეული სახის მინდობილობის, რწმუნებულების გაცემა, უკვე კანონმდებლობის თანახმად მათ ეძლევათ შესაძლებლობა ეს გააკეთონ ონლაინ რეჟიმში. ანუ პირი იმის ნაცვლად, რომ ფაქტიურად გამოცხადეს საქართველოში ქართულ ნოტარიუსთან, ან კონსულტან იმ ქვეყანაში, კი ბატონო, მას შესაძლებლობა აქვს ვიდეო თვალის და ვიდეო ზარის მეშვეობით მოახდინოს კავშირი ნოტარიუსთან. ნოტარიუსი რა თქმა უნდა ამ ვიდეო გამოსახულებას, ამ ვიდეო ფაილს ჩაიწერს. გარდა ამისა, ამ მოქმედებას ესწრება ორი მოწმე, ერთი ხელმომწერი და ერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებს თელ ფაქტს და შედგება სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში. ანუ თუ სწორად გავიგეთ და ტელემაყურებელს კიდევ უფრო კარგად რომ ავუხსნათ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე იმ კონკრეტულ ქვეყანაში ლეგალურად იმყოფება თუ არალეგალურად, თუ ის არის სამოქალაქო რეესტრის ერთიან ბაზაში და შესაბამისად სურათის მიხედვით შესაძლებელი გახდება მისი იდენტიფიცირება, ეს სრულად საკმარისია, რომ მან საქართველოში განახორციელოს ნებისმიერ ტიპის სამოქალაქო ურთიერთობა. ანუ თქვენ მოგეხსენებათ, მადლობა რომ კიდევ დამატებით განმარტეთ. ყველა ნოტარიუსი ჩართული ერთიან სამოქალაქო ბაზაში, ეს რას ნიშნავს? პირის იდენტიფიცირება არის ძალიან მარტივი, ვუყურებთ გამოსახულებას ვიდეო ზარის მეშვეობით მიღებულს და სურათიანი ბაზა, რომელზე ხელმწოდომაც გააჩნიათ ნოტარიუსებს, ხდება ამ ფაქტების შეჯერება და პიროვნების იდენტიფიცირება. გარდა ამისა, ამ მოქმედებას ესწრება კიდევ ერთხელ გავიმეორებ ორი მოწმე, რომლებიც მთელს ამ პროცედურას ადასტურებენ, რომლებიც იცნობენ იმ პიროვნებას, რომელიც ონლაინ რეჟიმში უკავშირდება ნოტარიუსს და დგება სანოტარო აქტი. და ნინო, ყველაზე გავრცელებული სანოტარო აქტი რა არის ამ შემთხვევაში? წმუნებულობა, მინდობილობა ან თანხმობა? რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი რაოდენობა ეს არის თანხმობები, განსაკუთრებით პასპორტის აღებაზე და საზღვარგარეთ გამგზავრებაზე და ძალიან ხშირია სასამართლო რწმუნებულებები და მინდობილობები სხვადასხვა სახის ქონების მართვასთან დაკავშირებით, ქონების გაფორმებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი ტიპის მინდობილობა რწმუნებულება, რომელიც შეიძლება რომ მოქალაქემ განახორციელოს. კარგით, მაშინ წავიდეთ მეორე მხრივ, თქვათ, რა აკრძალვები, აი თქვათ, რა ტიპის გარიგების დადასტურების უფლება არ აქვს ნოტარიუსს აი ამ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებს. აი აკრძალვის კუთხით წავიდეთ, უბრალოდ რომ გაიგონ მოქალაქემა რა გამორიცხულია. არაფერი არ არის აკრძალული, ნებისმიერი გარიგება შეგვიძლია დავამოწმოთ მინდობილობის საფუძველზე. ნებისმიერი გარიგება. კეთილი. მაშინ მინდობილობის საფუძველზე. გავიგე, ესე იგი მინდობილობას გააფორმებს ვიღაც ახლობელს და მე ის ახლობელი უკვე გააფორმებს ნებისმიერ გარიგებას. გააფორმებს ნებისმიერ გარიგებას, თქვათ, ჩემთვის ცნობილია რომ საპენსიო ურთიერთობის დროს პრობლემებს უქმნიან მოქალაქეებს და ეუბნებიან რომ პირადად და უშუალოდ თუ არ გამოცხადა პენსიონერი, ისე მას და ყოველწლიური ხელახალი აღრიცხვა აქვს, ისე მასზე პენსიის გაცემა შეწყვეტენ. ცნობილია თქვენთვის ეს ფაქტი? ხდება ასეთი რამ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთ შემთხვევაში ის ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო მომსახურებას, ვალდებულია თუ მოქალაქე იმყოფება საქართველოში და პირადად ვერ ცხადდება პატივსადები მიზეზის გამო, შეიძლება იყოს ავადმყოფობა, უშუალოდ ადგილზე მოემსახუროს ამ მოქალაქეს, ან კიდევ ერთი ისევ და ისევ მარტივი საშუალება, თუ ასეთი ადამიანი იმ მომენტისათვის, როდესაც მას ამ ვალდებულების შესრულება სურს და არ იმყოფება საქართველოში, საერთაშორისო რამოდენიმე ხნის წინ ეს იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი ქართველი, რომელიც ვერ ახერხებდა უშუალოდ გამოცხადებას სანოტარო ბიუროში, კარგად მოგეხსენება გარკვეული მიზეზების გამო. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ თუნდაც იგივე საპენსიო მინდობილობა დავამოწმოთ ონლაინ რეჟიმში. და მიიღებს ამას რა თქმა უნდა. მიუღიათ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ონლაინ რეჟიმში შესრულებული მოქმედება, მინდობილობა რომელიმე უწყებას არ მიიღოს. ძალიან კარგი, მაშინ იმიტომ რომ ისევ და ისევ მაპატიად დავაზუსტებ, ისევ და ისევ კანონში ნოტარიატის შესახებ და ინსტრუქციაში სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ გაწერილია, რომ სანოტარო მოქმედება, რომელიც შესრულებულია კანონმდებლობის დაცვით, ვალდებულია შესასრულებლად ნებისმიერი პირისათვის, ისევე როგორც სასამართლო გადაწყვეტილება. ისევე როგორც იგივე კანონში წერია, რომ უდავო მტკიცებულების ძალა აქვს სანოტარო აქტს და მე მოუწოდებ საპენსიო სამსახურებს, რომ ნოტარიუსების მიერ გაცემული მინდობილობები იყოს ის
დოკუმენტი, რომელი დოკუმენტიც კონკრეტულად მინდობილ პირს მიცემს საშუალებას მოახდინოს საპენსიო რეგისტრაცია და ამით ადამიანებს არ შეუწყოთ იმ კაპიკების მიღება, რა კაპიკებსაც იღებენ ჩვენი მოხუცი პენსიონერები. არ მგონია რომ რომელიმე რამე შემთხვევა დაფიქსირებულიყო, როდესაც ასეთ მინდობილობას რომელიმე დაწესებულება არ იღებს. ხო, იყო რამოდენიმე შემთხვევა, თქვათ, სახალხო ბანკთან მიმართებაში, დღევანდელი Liberty ბანკთან მიმართებაში და ამან წარმოშვა ეს საკითხი, თუმცა მე მივესალმები ამ თქვენს პოზიციას და მხარს დაუჭერ ამას, რომ იქიდან გამომდინარე არ ვაიძულოთ მოქალაქეები წავიდა შვილიშვილთან თქვათ უცხოეთში და არ შეუძლია იმ მომენტში აქ გაიაროს რეგისტრაცია, ხო? ან არ აქვს ოჯახს საშუალება რომ აიყვანოს ძიძა იმ საბერძნეთში იქნება თუ ისრაელში და მიყავს ოჯახის წევრი იმის გამო რომ ის მოემსახუროს, ის დაეხმაროს საოჯახო საქმეების გაზრდაში. ჩვენ ქართველები ვართ, სოლიდარული ადამიანები ვართ ერთმანეთის საჭიროების მიმართ და პირდაპირ ვალდებულება გვაკავშირებს ოჯახის წევრებს ერთმანეთზე მზრუნველობის და მოვლისა. ძალიან კარგი, მე ვფიქრობ, ნინო, ჩვენ ვასწავლეთ ძირითადი რაც სასწავლებელი იყო, თუმცა არის კიდევ ძალიან ბევრი სხვა საკითხებით. კანონი ხალხისათვის ასევე შეეცდება მომავალში დაუბრუნდეს ამ თემას, იმიტომ რომ ნოტარიუსები ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, როგორც ზოგიერთი ევროპელი იურისტი ამბობს, როგორც უნდა ყავდეს საკუთარი ექიმი, საკუთარი ადვოკატი, ასევე უნდა ყავდეს საკუთარი ნოტარიუსი და ამიტომაც ყურადღებით დაკვირვებით შევარჩიოთ ჩვენი საკუთარი ნოტარიუსები და ამით დავაზღვიოთ ჩვენი ურთიერთობები და გარიგებები რისკებისაგან. ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ქაუტო ნინო ხოფერია, ჩვენ საუბრობდით ნოტარიუსთა და მოქალაქეთა უფლებებზე. გადაცემას გავაგრძელებთ საკანონმდებლო სიახლეებით. პირებს, ვინც სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობას, ან არ იცის, რომ მის მიმართ აღძრულია სარჩელი. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 2011 წლის 15 იანვრიდან შეიცვალა სასამართლოში გამოცხადების მიზნით საჯარო შეტყობინების გაკეთების წესი. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდებოდა, სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რაც უნდა გაეკეთებინა თავისი სახსრებით შეტყობინების გაზეთში ან ტელევიზიაში განთავსებით. ამ მიერიდან გაზეთში ან ტელევიზიაში შეტყობინების გამოქვეყნებას გაუთანაბრეს სასამართლო შენობაში თვალსაჩინო ადგილზე განცხადების გამოკვრა, ან სასამართლოს ვებგვერდზე მისი განთავსება, ხოლო გაზეთში ან ტელევიზიაში საჯარო შეტყობინების გაკეთებისთვის ხარჯების გადახდა დაინტერესებულ მხარეს დააკისრეს. პირებს, ვინც სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებს პროცესებში მონაწილეობას, ან არ იცის, რომ მის მიმართ აღძრულია სარჩელი, შევახსენებთ, რომ სასამართლო უწყება თქვენთვის ჩაბარებლად ჩაითვლება შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაზე თვალსაჩინო ადგილზე, ან ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. თქვენი დამალა პროცესს ვერ შეაფერხებს, ხოლო არაინფორმირებულობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. ადვოკატების და მოქალაქეების საყურადღებოდ. 2011 წლის 15 იანვრიდან გამკაცრდა შესაგებლების მომზადებისთვის გათვალისწინებული წესები. პასუხებში სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა ყოფილიყო ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით და თუ მოპასუხი არ დაეთანხმებოდა რომელიმე მათგანს, იგი ვალდებული იყო მიეთითებინა ამის მიზეზი და დაესაბუთებინა შესაბამისი არგუმენტაციით. მაგრამ ამის წერილობითი ფორმით არ გაკეთების შემთხვევაში კანონით არ იყო დაწესებული არანაირი შეზღუდვა. ამ მიერიდან თუ მოპასუხი არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, წერილობით არ მიუთითებს ამის მიზეზს და არ დაასაბუთებს შესაბამისი არგუმენტაციით, მას ერთმევა უფლება შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. შეგახსენებთ, რომ საქმის არსებითად განხილვად მიიჩნევა სასამართლოს ყველა ის სხდომა, რაც გაიმართება მოსამზადებელი სხდომის შემდეგ. კანონი ხალხისათვის გემშვიდობებად მომავალ კვირამდე. შემდეგ გადაცემაში კვლავ გავაგრძელებთ თქვენს ინფორმირებას საქართველოს კანონების თაობაზე.